თაღლითული კოლცენტრების მსხვერპლების საქართველოში ხდებიან შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიებით გინდება რომ ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ კოლცენტრში 15-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული. ისინი ფორმულას კამერებს გაურბოდნენ. ფორმულას გამოჩენიდან მალევე მათ შენობა სასწრაფო წესით დატოვეს. ქართული ოცნების პროკურატურა არ რეაგირებს, უპასუხოდაა დარჩენილი ქართველის კამერების სხვა საქმეებით, როდესაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად კონკრეტული სახელები და გვარები გამოვლინდა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი დასჯილი პირი არ გვინახავს. არსებობს ვერსია, რომ მათ ოცნების ხელისუფლება მფარველობს. ლიზი ვეკუა დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სავარაუდოდ კიდევ ერთი კოლცენტრის არსებობა დადგინდა. შაბათის ფორმულას სიუჟეტში ჩვენ ვიხილეთ, რომ ორთაჭალაში დიდი ხეივნის 49 ნომერში მდებარეობს კერძო სახლში კოლცენტრი, სადაც სავარაუდოდ 15-მდე ახალგაზრდა მუშაობს და ისინი ახლა არა მხოლოდ ევროპელი ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ უკვე მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც ატყუებენ და ფულს ძალავენ. თაღლითურად ირკვევა, რომ ეს 15-მდე ახალგაზრდა საქართველოს უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავენ ფულს. შაბათის ფორმულას კამერის გამოჩენისთანავე ახალგაზრდებმა დაიწყეს კამერებთან დამალვა, მათ არ გასცეს ფორმულას შაბათის ჟურნალისტს კითხვებზე პასუხი და მათ შეეშინათ ასევე პოლიციისაც, რადგან შაბათის ფორმულას ჟურნალისტმა მათ შესთავაზა, რომ მათთან ერთად გადაინაცვლებდა სწორედ იმ ადგილას, სადაც წესით ეს კოლცენტრი მდებარეობს და გამოიძახებდა პოლიციას, თუმცა ახალგაზრდები უარყოფენ, რომ აქ რაიმე ტიპის კოლცენტრი არის და ისინი არ დასთანხმდნენ მას პოლიციის გამოძახებაზე. შაბათის ფორმულას გუნდი ამ სიუჟეტს 3 დღის განმავლობაში ამზადებდა, აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს და გაირკვა, რომ ჟურნალისტების გამოჩენიდან მალევე ეს კოლცენტრი დაცალეს და ამ კერძო სახლში ახლა ახალგაზრდები აღარ დადიან. ჩვენ ვესაუბრეთ, ცხადია, იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კოლცენტრების მხილებაში, კორუფციის მკვლევარებს, ექსპერტებს და ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია ამ ტიპის კოლცენტრები და ამ ხელა ტიპის მოგების კოლცენტრები არსებობდეს იმ ვითარებაში, რომ ქართული ოცნება მათ არ მფარველობდეს, სწორედ ამიტომ კორუფციის მკვლევარები, ექსპერტები ხელს სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ადებენ და ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდები სწორედ მოწყვლადი ჯგუფია ქართული ოცნებისთვის და ისინი მათ დროთა განმავლობაში დაემუქრებიან კიდევაც და როდესაც დასჭირდებათ მათ მიმართ საქმესაც კი აღძრავენ, რადგან შეუძლებელია, რომ იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ჯარიმდებიან და იკითხებიან სასამართლოებში პირბადეების საქმეებზე, პროკურატურასა და სხვა უწყებებს, მაგალითად სუსის თანამშრომლებს გამოეპაროთ ის კოლცენტრები, რომლებიც რამდენიმე თვეა უკვე აქტიურად ჩანს ბაზარზე. თუ აქამდე სამიზნე იყო ევროპელი მოქალაქეები, ახლა არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მათი მოქალაქეები, თურქეთი, აზერბაიჯანი და მათ შორის თაღლითობა დაიწყეს საქართველოში. არაერთი დაზარალებული არსებობს ჩვენი მოქალაქე და ეს მიანიშნებს იმას, რომ ივანიშვილმა დაიწყო დაკარგული ფულის, სანქცირებული ქონების ამოღება არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისგან, არამედ დაიწყო ქართველებისგან. და ეს ქსელი ფართოვდება და რა თქმა უნდა არავინ არ გამოიძიებს ამ საქმეს, იმიტომ რომ თვითონ აკეთებენ ამას, ანუ ქართული ოცნების პარტიული ბიზნესია. ახალგაზრდები, რომლებიც არიან ჩართული ამ კიბერკრიმინალურ საქმიანობაში, ეს ადამიანები არიან ძევლად აყვანილი, იმიტომ რომ ყველა ასეთ ადამიანს თავად უჩივლებენ პროკურატურაში და უნდა გამოფხიზნեն და უნდა დაიწყონ ლაპარაკი და ღიად უნდა ამხილონ ივანიშვილის ეს ქსელი. ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით და ეს ტელევიზიით იქნა გაჟღერებული, რომ კოლცენტრებს მფარველობენ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები, ესენი არიან სუსის უფროსი, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ძნელი დასაჯერებელია ქართული ოცნების პირობებში, როდესაც ქართული ოცნება ყველაფერს აკონტროლებს ქვეყანაში და მით უმეტეს თანხების ბრუნვას, მაშინ როდესაც პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თითოეულ თეთრს უკონტროლებენ ანგარიშზე, წარმოუდგენელია, რომ 19-20-21 წლის ახალგაზრდების ანგარიშებზე, sadაც 100,000-ობით ევრო ბრუნავს, ეს იყოს გაუკონტროლებელი. შესაბამისად, აი ამ ყველაფერი მოცემულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავადასტუროთ და თქვათ ის, რომ ქართული ოცნება მფარველობს კოლცენტრებს და ამ კოლცენტრებიდან იღებს ძალიან დიდ შემოსავალს. ეს არის ახალგაზრდების და ძირითადად ესენი ახალგაზრდები არიან მართვის შესანიშნავი საშუალება. აი ამ დეჰუმანიზაციის პროცესს, რასაც უყურებთ, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული, უწყებები სავარაუდოდ გამოიყენებენ ამავე ახალგაზრდების წინააღმდეგ და ისინი მართულ ჯგუფად ყალიბდებიან
აი ამ პროცესში. სურათი არის ერთი, რომ ასეთი ქსელები თუ არიდევნება ხელისუფლების მხრიდან, ესე იგი გამოყენებულია ხელისუფლების მხრიდან და ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს ფაქტობრივად თუ თვითონ არ აწარმოებს ასეთი ტიპის ქსელებს. შეკრება ამ ბოლო რამდენიმე თვეში ჩვენ არაერთ კოლ-ცენტრზე მოგიყავით, ყველაზე გახმაურებული საქმე კოლ-ცენტრებისა იყო მაგალითად ის, რომელიც 32-მა სხვადასხვა მედიის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა საბურთალოზე მდებარე სხვადასხვა შენობებში არსებული კოლ-ცენტრები. თითქოს პროკურატურამ ის თქვა, რომ დააკავეს რამდენიმე ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არც ერთი მათი სასამართლო პროცესი ან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ გვინახავს, ამიტომ კორუფციის კვლევარებში და ექსპერტებში ეს კითხვებს აჩენს და ბადებს, რომ ქართული ოცნება მფარველობს სწორედ ამ კოლ-ცენტრების საქმეებს.